ახლა კი მინდა ძალიან მაგარი ამბავი მოგიყვეთ. ქუთაისელ Pink Floyd-ებზე მინდა გითხრათ და მოგიყვეთ ამბავი. მათ ხსენებაზეც კი დარწმუნებული ვარ, ყველას ხალისიანი განწყობა შეგექმნებათ. ბოლო დღეებში ინტერნეტი დაიპყრო ვიდეომ, სადაც ქუთაისელი მეგობრები Pink Floyd-ის ჰიტებს ასრულებენ, როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა თიკო ხახუტაშვილმა გაარკვია. ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და ძალიან უყვართ როკ მუსიკა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცნობილი როკ ბენდებისგან მეგა ჰიტები შეასრულონ და გადმოიღონ ქართულ ინსტრუმენტებზე. კი ბატონო, დოლი, აკორდეონი, ფანდური, ამ ხალხურ საკრავით მეგობრები ასრულებენ სოფლიო ჰიტებს. ხუმაგარია. ნამდვილად. ისინი ოცნებობენ, რომ მათ კვალზე ახალგაზრდებიც წავიდნენ და ფოლკლორული ინსტრუმენტებით შეასრულონ ცნობილი სიმღერები. ახლა კი მოდით ექსკლუზიურად შევადღისთვის ქუთაისური Pink Floyd-ის ისტორია ვნახოთ თიკო ხახუტაშვილის სიუჟეტში. სიყვარული და ეს მეგობრობა ისეთი ძლიერია, რომ ამ მუსიკაში და ჩანს უკვე. შენი განწყობილება. რასაც შენ გამოხატავ, მარტო შენი მხარზე კი არა, მეგობრების მიმართ. ყველაფერი მოდის, ეს ისეთი მუსიკაა, ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად დიდი სიყვარული არის ჩვენ შორის. სახელი უჩები. რა ვიცი, ქუთაისური Pink Floyd, რა ვიცი, რა. ჩვენ შეგვარქეს ეს სახელი ჩვენი შემოქმედებით შესაბამისად. მოდით, ჯგუფი ქუთაისი. ჯგუფი ქუთაისი. ბატონო გია ვაშაგიძე. ეს არის ბასფანდური. ბასფანდური ჩამოაყალიბა ამ კაცმა როგორც ბას-გიტარა, ასე რომ ვთქვათ, რომ ექვემდებარება მისი დაკრული და ხალხი აქტუალურობაშია, რომ ბასფანდურზე თუ შეიძლება ესეთი რაღაცები. Hey! Teacher! Leave the kids alone! ბატონი ზაკროვიჩი, ჩემო ბატონო, ჩვენი ზესტაფონელი ძმა არის, ჩვენი მეგობარია. უკრავს მრავალ ინსტრუმენტზე. მოუწია ჩვენ გვერდით თოლის დაკვრა. თუ არა, ისე ბარაბანჩიკიცა, კლავიშნიკიცა, გიტარას ფლობს. ბატონი რაბი, ჩვენი წამყვანი გიტარისტია და ჩვენი თავარი როლია. ჩემი მაიზერიც ახალგაზრდობაში ჩვენ უკრავდით ხოლმე საესტრადო ინსტრუმენტებზე, ასე რომ დღევანდელ პირობებში მოგვიწია ესეთნაირი სტილი, რომ დოლი და აკორდეონი და ხალხი უფრო აქტოვანებული უკრავს. ცოცხალ ბატონი გიზო სოლოფანდური ჩემო ბატონო. We don't need no education. მე გახლავართ კოჩასვანაძე საქსაფონისტი. ეს დოლზე და აკორდეონზე ესეთი მუსიკა ცოტა ძნელი შესასრულებელია და ჩამოყალიბება უნდა რა, ამიტომ რომ რა ვიცი, სიმართლეს მოვიდა ახლა რო იყოს კლავიშიანი ინსტრუმენტი, ბარაბანი, რაღაცა ასე ბას-გიტარა, რაღაცა ფანდურზეც კარგად გამოვდის ბას-ფანდურზე და ჩამოვყალიბდით ასე. მეგობრებთ, ატარებთ დროს და ბავშვობიდანვე ვართ ერთად. წარმოუდგენლად მიაჩნდათ ეს ყველაფერი. ეხლა ხალხურ საკრავებზე ფოლკლორი ეს Pink Floyd, Deep Purple, ესეთი მუსიკები მე პირადად არ მინახავს და რა ვიცი ბიჭებიც აგერ მეთახმებიან და აქედან წამოვიდა დიდი გამოხმაურება, დიდი ოვაციები. ამიტომ ჩვენც მოხარულები ვართ, რა თქმა უნდა, რომ ხალხმა გაგვიცნო, ხალხს მოსწონს ეს ყველაფერი, მით უმეტეს ძველთაობას, რომელსაც ახსოვს ეს
შესრულებული მელოდიები და რა ვიცი, ვართ ასე ნელა მივყევით ჩვენ დინებას. მე ვთქვი ნოხტეგლაში ვერ ვიყავით ამ სიმღერას უსმენთ და სიამოვნებდა რა თქმა უნდა ქართულზე მაგრამ ეს უცხოური უფრო მიწაზე ძინერობი ყველა მიწაზე და წეთ ჩემ ბიჭებთან ერთად ძალიან ხიარულად და ძალიან კარგად გვგნით თავს. რასაც ვაკეთებთ, ეს არის გაკეთებული გული და სული. რაც ხალხს მოწონს, რაც ჩვენს მეგობრებს მოწონს, აი ის იმას ვაკეთებთ. და ეს ჩვენს გვიხარია, რომ ამითი დაინტერესებულია ყველა. იმერეთის ნიავო თბილო როგორც თეთრი ხიდი არის ქუთაისის სული და გული. ეს არის სიყვარულის ქალაქი, მოპერების ქალაქი. საქართველოში თუ მოდის იუმორი და ხურო მოდის ქუთაისიდან ჩვენი შესანიშნავი ქალაქიდან ამა ქალაქი ეს არის ჩვენი უსავალესი ჩვენი ქუთაისი სიკეთის და სიყვარულის სტუმართმოყვარეობის პატრიციების გვერდში დგომის ეს ოჩუ ქუთაისლები ყველა ასელა ვახ სიყვარული არის ვიც არ მოვიდეს მაგრამ ყველა სიყვარულს დოს სითბოს ხალხისგან და პატრიციებას ჩვენთვის მუსიკა და პირადად ჩემთვის არის ძალიან დიდი თითქმის ამაზე კაი მთელი ცხოვრება ამას ვემსახურებ. მოვალ თამამს რო გააძლევს ასე წესკან და შეასრულოს. რო არ დაიკავოს ეს ქუთაისში შესაძლოა ვაკეთებ შეგა. ეს პროფილი გააგზავნოს სვამ. რა თქმა უნდა, უნდა ისწავლო და უკვე ისწავლო და უნდა გააგზავნოს დასპარგულის ისულო პანძურის. დიდი შრომა უნდა და რეპეტიცია უნდა. კიდევ ერთხელ გამომახვილებ ყურადღებას, რომ დოლზე და კაბინოზე ესეთი ვეშები, რაც ჩვენ შევასრულებთ, ასე უცებ არ ჯდება და არ ხდება. ყველა მუსიკოსი დამეთანხმება მე ამაში. რა ვიცი, მომავალში ახლა რასაც კარგს გავაკეთებ და რასაც ჩვენ თავს მეტ მუსიკას შევძენთ, თქო რომ კარგი იქნება. ჩემი პასუხი ეს არის და ხო, ახალგაზრდებზე ვამახვილებ ყურადღებას. ჩვენც გვინდა რომ იყოს სხვა ჩვენსავით ვინმე მაგალითად ჩვენ ქალაქში რომ იმან ჩვენ გვასწავლოს, ჩვენ იმას ვასწავლოთ.